გადაგიხადოთ ბრძანებისთვის, ყურადღების დათმობისთვის. ჩვენ წარმოვადგენთ ვაგონშენებელ ჰოლდინგს, წარმოგიდგენთ პიროვნებებს, ქალბატონი ნინო წილოსანი, ვაგონშენებელი კომპანიის და ელექტროვაგონშემკვეთებელი ქარხნის სამეთაურლეო საბჭოს წარმომადგენელი, ბატონი გურამ რატიანი, ელექტროვაგონშემკვეთებელი ქარხნის გენერალური დირექტორი, ბატონი დავით სამხარაშვილი, ჩვენი იურისტი და ადვოკატი ჰოლდინგის და მე თქვენი მონამორჩილი გიორგი არეშიძე, ვაგონშენებელი კომპანიის გენერალური დირექტორი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო ჩვენი საჯაროდ გამოსვლის მიზეზი. მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ჩვენი კომპანიის მიმართ და ჰოლდინგის მიმართ აგორდა შავი კამპანია, შავი პიარი, ანტიპიარი, რომელიც რა თქმა უნდა დარტყმას აყენებს ჩვენს კომპანიას და რისკის ქვეშ აყენებს პოტენციური კლიენტების თუ მის ფუნქციონირების მომავალ გაგრძელებას. მინდა შევეხო პირველ რიგში გუშინდელ ფაქტს, რომელიც სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩვენს წარმოებაში. საწარმო პროცესში დაშავდა ორი მუშა, რომელიც გადაყვანილი იქნა სამედიცინო დაწესებულებებში. მათი მდგომარეობა ექიმების თქმით დღეს არის სტაბილური და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი კომპანია ყველაფერს გააკეთებს, როგორც ფინანსურად, ასევე მორალურ მხარდაჭერას მათი ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის. ეხლა მინდა შევეხოთ იმ თემებს, რომელიც ბოლო პერიოდში განხორციელდა მიზანმიმართული ანტიკამპანია ჩვენი კომპანიის მიმართ და ეს არის ჩვენი კომპანიის ყოფილი პარტნიორი დავით საყვარელიძე, ავთანდილ საყვარელიძე, რომელიც მიზანმიმართულად ეწევა ანტიკამპანიას და საზოგადოება შეყავს შეცდომაში. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ჩვენი პრობლემები და ჩვენი კომპანიის პრობლემები არასაჯარო ყოფილიყო და ჩვენი ძალებით გამკლავებოდით ყოველივეს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში განხორციელებულმა ქმედებებმა იძულებული გავხადა გამოსულიყავით, საჯაროდ გვეთქვა სიმართლე რა არის, თითოეული ჩვენი სიტყვის უკან დგას დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს და ბოლოს გადმოგცემთ, რა თქმა უნდა. კონკრეტულად ამ საკითხებზე მოგახსენებთ ელექტროშემკვეთებელი ქარხნის გენერალური დირექტორი ბატონი გურამ რატიანი. როგორ მოიქცეთ? კი ბატონო. მოგესალმებით. მოგესალმებით. 2004 წელს ეგრეთ წოდებული ვარდების რევოლუციის შემდეგ ორგანიზაციას, რომელსაც პატრონობდა ავთანდილ საყვარელიძე, ქარხნის მიმართ დაუგროვდა დავალიანება 2,5 მილიონი ლარი. იმ პერიოდში, როგორც გახსოვთ, გავრცელებული მეთოდებით ავთანდილ საყვარელიძემ მოახერხა ქარხნის ძირითადი აქციონერის ბადრი წილოსანის მიმართ შეთეთრხნილი ბრალდებების წარმოდგენა, შემდეგ ბადრი წილოსანის დაპატიმრება და საპატიმრო დაწესებულებაში ბადრი წილოსანი აიძულეს საკონტროლო პაკეტი გადაეფორმებია სახელმწიფოსათვის. შემდეგ საკონტროლო პაკეტი ავთანდილ საყვარელიძეს მიყიდეს პირდაპირ შესყიდვის წესით და 2005-2008 წელში, როდესაც ისინი მოღვაწეობდნენ ქარხანაში, მოსვლისთანავე მათ ჩამოაცილეს მენეჯმენტს, როგორც ბადრი წილოსანი, ასევე ძველი კადრები და მათი მოღვაწეობის პერიოდში ქარხანას დაუგროვდა დავალიანება 73 მილიონი ლარი. აქედან 28 მილიონი ლარი ავთანდილ საყვარელიძემ გადაერცხა თავის კუთვნილ კომპანიაში. ეს არის TG Trade. 73 მილიონის უკან დგას ფირმები,
ორგანიზაციები, რომლებსაც მიაუდგათ ძალიან დიდი ზარალი. მათ შორის 1.600.000 ლარი არის მუშა მოსამსახურეთა გაუცემელი ხელფასები მათი მოღვაწეობის პერიოდში 2007-2008 წელი. ეხლა ამჟამად მიმდინარეობს ქარხანაში შემოწმება და გამოიყვა რომ საყვარელიძეს 5 მილიონი ლარი გატანილი აქვს ნაღდი ფული სალაროდან და მარტო 2007 წელს მათ მიერ შემოტანილი მასალები 2 მილიონი ნახევარი ლარის არის გაყალბებული ანგარიშ ფაქტურებით და არარსებული ფირმებიდან, რაზედაც ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება. ეს არის სახელმწიფო დავალიანება კი ბატონო 1.600.000 და მომწოდებელი ორგანიზაციებიდან, რომლებთანაც ყიდულობდნენ მასალებს არიხდიდნენ და მათ შორის 37 მილიონი ლარი ბანკებიდან აღებული კრედიტები. ესე მათი მოღვაწეობით აიღეს ბანკებიდან დიდი რაოდენობის კრედიტები, რკინიგზიდან აიღეს შეკვეთები და დიდი რაოდენობით ავანსები და მათ მოღვაწეობის პერიოდში არც ერთი ხელშეკრულება ბოლომდე არ შესრულებულა. შემდეგ 2008 წელს ქარხანა გამოცხადდა, გადავიდა გაკოტრების რეჟიმში, კრედიტორებმა დააყენეს ქარხანის გაკოტრების საქმე, დაინიშნა გაკოტრების მმართველი და 2008 წელს ბადრი წილოსანმა ავთანდილ საყვარელიძისგან 26% აქციები იყიდა $1.100.000 დოლარად. გამოისყიდა უკან, იმიტომ რომ საჭიროება იყო რომ ქარხანა გაიყიდებოდა გაკოტრების რეჟიმში ყოფილი ქარხანა და ფაქტურად ეს ისტორიული ქარხანა დიდი პოტენციალის მქონე ქარხანა დარჩებოდა არაფრის გამო და ბადრი წილოსანი დაკარგავდა თავის 48% აქციებს. გამოწყიდვის შემდეგ ჩვენ დაბრუნდით ქარხანაში მენეჯმენტი, გადავიყვანეთ ქარხანა რეაბილიტაციის რეჟიმში და ამჟამად ქარხანა საქმიანობს რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად. მუშა მოსამსახურეები იღებენ ხელფასებს ნორმალურად და ვასრულებთ როგორც საქართველოს რკინიგზის, ასე სხვადასხვა ორგანიზაციების შეკვეთებს. ამის შესაბამისად ჩვენ შეტანილი პროკურატურაში ეს განცხადება და ალბათ სამართალდამცავი ორგანოები მოიკვლევენ, მაგრამ 37 მილიონის ლარის ბანკებიდან აღება მაშინ როდესაც სისტემატურად არ ხდებოდა გადახდები. დიდი რაოდენობით ავანსების გადმორიცხვა რკინიგზიდან. ეს როგორ გონიათ, მარტო ავთანდილ საყვარელიძე შეიძლება ამას. ჩვენი ერთმანეთ მის უკან უფრო მაღალი იმ დროს მაღალი თანამდებობის პირებით განან და ამას ალბათ პროკურატურა გაარკვევს. ჩვენ ამჟამად თავ შევიკავებთ, ამას ალბათ გამოძიება გაარკვევს. კი ბატონო. ამ საკითხებზე იურისტი გიპასუხებს, კი ბატონო. კი ბატონო. სხვადასხვა პოლიტიკოსები გამოდიან, აკეთებენ განცხადებებს, დაუსაბუთებელს, იქით ჯიბლაძე, ბაღათურია, რომლებიც იცით რა პოლიტიკოსები არიან. ყოველივე ეს მოქმედებს როგორც მუშა მოსამსახურეებზე, ესე ქარხნის იმიჯზე. ჩვენ მოლაპარაკები ვქონა აზერბაიჯანთან საკმაოდ დიდ პროექტზე, ეს იყო 600 ვაგონის შეკეთება. რუსეთთან ჰქონდა 250 მილიონზე მოლაპარაკება და უკვე ეს ორგანიზაციები და ეს ჩვენი პოტენციური დამკვეთები უკვე თავს იკავებენ. მაშინ როდესაც მიდის პიარი იმაში ტელევიზიაში, რომ ქარხანას თითქოს აქ 60 მილიონი ისა ქვია დაუსაბუთებელი თანხები მითვისებული, მოვიდა შემოწმება და გაირკვა, რომ არავითარი თანხების დატაცებას ადგილი არ ქონია, ის თანხები ადგილზეა, ორგანიზაცია მუშაობს და ვასრულებთ პირნათლად იმ შეკვეთებს, რაც ქარხნის მიმართ ის გამოვა. ყოველივე ეს მოქმედებს, ახლა იცით როგორი პერიოდია, ინფორმაცია ცელდება ძალიან სწრაფად
და ამიტომ ISP არის ზუსტად გვაყენებს იმ ზიანს, რომ ის შეკვეთები შეიძლება დავკარგოთ. არის ნაწილი ერთ-ერთი შავები არის, რომ თვითონ ბუხარის პროდუქტები თქვენ საქმიანი ბუხარის ქარხნის რა თქმა უნდა, მობრძანდით გაჩვენებთ ქარხანა აწარმოებს რკინიგზის მოძრავ შემადგენლობას, როგორც ახალს, ისე რემონტს და მათი მიღება ხდება ძალიან სპეციფიურად და ძალიან მკაცრად. ესე იგი, 4 სახის კონტროლს გადაიც თვითონ ქარხანაში პროდუქცია ხარისხზე, შემდეგ მას ღებულობს რკინიგზის წარმომადგენლების რამოდენიმე კაციანი კომისია, რომელიც სისტემატურად მუშაობს ქარხანაში და ამ დროს ჩავარების დროსაც ის ხალხი ამოწევს ამ გამოშვებულ პროდუქციას და ამას ემატება სამხარეულოს ეროვნული ბიურო, რომლის წარმომადგენლებიც საბოლოო ჯამში ღებულობს პროდუქციას. აქ უხარისხობა გამორიცხულია და უხარისხობის როგორ შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ჩვენს მიერ გარემონტებული რამოდენიმე ათეული ვაგონი დღესაც მოძრაობს როგორც საქართველოში, ისე ყოფილი SNG-ს ქვეყნებში და არავითარი პრეტენზია იქიდან ჩვენ არ მიგორია. მაგრამ მე გამოვწევ. ანუ სამართლებრივ ჭრილში გათავისა. ეხლა ამ წუთში შეჩერებულია 2 ძალიან დიდი კონტრაქტი. საყურელიძეზე რაზალე 73 მილიონი ქარხანას დაუტოვა ვალი. აქედან 28 მილიონი TG Trade-ის ფირმის ანგარიშზე გადარიცხა. ეხლა მიმდინარე შემოწმების დროს გაირკვა, რომ 5 მილიონი ლარი გატანილი აქვთ სალარო და ნაღდი ფული. ნაღდი ფული კი ბატონო და მაშინ როცა 1,600,000 მუშა-მოსამსახურეთა ხელფასებია გაუცემელი. იმ მაგათი მუშაობის პერიოდში. ამას ემატება ის, რომ ეხლა მიმდინარე შემოწმების დროს გაირკვა, რომ 2 მილიონი ლარის მასალები შემოტანილია გაყალბებული საბუთებით და შემოტანილია თუ არა, ამას კიდევ გაირკვევა. ეს არის მარტო 2007 წელი. ეხლა მიდის მუშაობა 2006 წელზე, 2008 წელზე და დამატებით მასალებს ალბათ წარმოგიდგენთ. ამასთან დაკავშირებით დავაკეთე ბაზისილოსთან გახედავ კი ბატონო. ან მოგახსენებთ დავით მომხარაშვილი ჰოლდინგის ადვოკატი და იურისტი. კი ბატონო. კი ბატონო. კი. ან მოგახსენებთ, როგორც იცით, ქარხნის მაღალჩინოსნების მიმართ მიმდინარეობს სისხლის სამართლის, ასე ვთქვათ, საქმე. დავის საგანს წარმოადგენს შემდეგი, ანუ ბატონ ბადრიწილოსანს და სხვა მაღალჩინოსნებს ედავებიან წინა ხელისუფლებასთან და რკინიგზის წინა ხელმძღვანელობასთან გარიგებაში არსებობას, რომლის შედეგადაც ასე ვთქვათ, ხორციელდებოდა რკინიგზასთან კონტრაქტების გაფორმება არასაბაზრო ფასში, საბაზროზე შედარებით მაღალ ფასში. რაც თავისთავად ცხადია წარმოადგენს სულ აბსურდს შემდეგ გარემოებათა გამო. ყველა კონტრაქტი, რაც რკინიგზასთან გაფორმებულა ქარხნის მიერ, კეთდებოდა საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. რას წარმოადგენს საერთაშორისო ტენდერი? ეს არის მსოფლიოში ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, გამჭვირვალე ღია ფორმა დაკონტრაქტების. რკინიგზა აცხადებდა ტენდერებს, სატენდერო განაცხადი ბარდებოდა და წერილი ეგზავნებოდა ყველა ქვეყნის საელჩოს, სადაც ჩვენი პროფილის ქარხანა მდებარეობს და ფუნქციონირებს. ასევე კეთდებოდა თხოვნა, რომ მათ მიეღოთ მონაწილეობა ამ ტენდერში. თავისთავად ცხადია, ამ ტენდერებში ვღებულობდით მონაწილეობას ჩვენც ვაგონმშენებელი კომპანია. თავისთავად ცხადია, ამ ღია, ასე ვთქვათ, საჯარო კონკურსის ვითარებაში ვინმეს მიერ არასაბაზრო ფასის დაფიქსირება, რკინიგზა იქნებოდა სხვა, იქნებოდა ცალსახად, ჩვენს მიერ უფრო იქნებოდა ცალსახად, ასე ვთქვათ, ტენდერის წაგების საფუძველი. ყველა ფასი, რაც დაიდო, იყო კონკურენტუნარიანი, იყო უფრო მეტი საბაზროზე დაბალი,
სწორედ ამიტომ ვიგებდით ჩვენ ტენდერებს, სწორედ ამითი ვახერხებდით, რომ ასე ვთქვათ, მოგვეგო ეს ტენდერები. რეალურად რკინიგზასთან ყველა ხელშეკრულება გაფორმებულია შედარებით უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ჩვენ გვაქვს სხვა კლიენტებთან გაფორმებული. ეს ყველაფერი ხდებოდა იმით, რომ რკინიგზას ქარხანა აღიქვავდა როგორც ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორს, ორივე საქართველოში მდებარეობს, ორივე ქარხანა, რკინიგზას და ჩვენი ქარხანა, შესაბამისად განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, მიდგომა ჰქონდათ საქართველოს რკინიგზის მიმართ და შესაბამისად ხდებოდა ყოველთვის უფრო დაბალ ფასში დაკონტრაქტება მათთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა კლიენტთან. ამ შემთხვევაში ეს არის კი ბატონო, ანუ პირიქით საუბარია იმაზე, რომ თავარი მოტივი გამოძიების მდგომარეობს იმაში, რომ ასე ვთქვათ, გარკვეული წინასწარი შეთანხმების შედეგად გამოცხადებული იყო მაღალი ფასი ტენდერში და როგორღაც ამ საერთაშორისო ტენდერში, რომელშიც პოტენციურად ნებისმიერ შეიძლება მიიღო მონაწილეობა ნებისმიერ ქარხანას, სხვას, უკრაინის, რუსეთის, ბალტიისპირეთის დეპოებს გაემარჯვებინათ თავის დავაცხადე, იღებდნენ კიდეც ხშირ შემთხვევაში მონაწილეობას და მარცხდებოდნენ, აი ამ საერთაშორისო ღია გამჭვირვალე ტენდერში, რატომღაც აღმოჩნდა, რომ ჩვენ გაგვიფორმებია და გაგვიმარჯვებია იმაზე უფრო მაღალ ფასში, ვიდრე ეს იყო საბაზრო. რაც უბრალოდ ალოგიკურია, სრულ აბსურდს არ მოადგენს. საქმეს დავითი? ანუ ბატონი ბადრი და ქარხნის სხვა მაღალჩინოსნები არც ერთი ციხეში აღარ იმყოფება. ასე ვთქვათ, სასამართლო აღკვეთთან დაკავშირებით სასამართლო მიბრძოლა, ყველა მათგანი გარეთ არის, ირაო შეეპარდა. მითვისება. რაც შეეხება მეორე საკითხს, ანუ ეს უშუალოდ ქარხნის მაღალჩინოსნების მიმართ დღევანდელი. ჩვენ ასე ვთქვათ, შევიტანეთ პროკურატურაში განცხადება, რომელიც შეეხებოდა წინა მენეჯმენტის, თბილისის ქარხნის წინა მენეჯმენტის, ბატონ ავთანდილ საყვარელიძის პერიოდს, მმართველობის პერიოდს. ვინაიდან ქარხნის აუდიტმა ცხადყო, რომ ძალიან ბევრი დარღვევა ჩანს ქარხნის მაშინდელი მმართველობის პერიოდში. სხვა რომ არაფერი არ ვთქვათ, თუნდაც ის ფაქტი, რომ წინა მენეჯმენტმა ჩაიბარა ქარხანა, რომელიც იყო ერთადერთი მთელ ამიერკავკასიაში ამ პროფილის, იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით სრულად დაკომპლექტებული, მომგებიანი, რაც ყველაზე მთავარია და აღმოჩნდა, რომ 3 წლის თავზე ამ ჯგუფმა მოახერხა ის, რომ სახეზე მივიღეთ ქარხანა, რომელიც არის 73 მილიონიანი კრედიტორული დავალიანების მქონე, გადაყვანილია გაკოტრების რეჟიმში, არის დასაქმებულთა უმეტესობა, რომელსაც 2 წელი 2007-2008 წლის გარკვეულ პერიოდამდე არ აუღიათ ხელფასი. ეს თვითონ ეს ფაქტი, სხვა რომ არაფერი არ ვთქვათ, ხო უკვე ბევრ კითხვას აჩენს. ჩვენ გვაქვს რეალურად ასე ვთქვათ, შემთხვევა, როდესაც ჩანს ნაღდი ფულის გატანების სალაროდან საკმაოდ დიდი ოდენობის თანხის. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხდება სხვადასხვა ოფშორულ კომპანიებზე გაურკვეველი თანხების გადარიცხვა, რაღაცა მასალების მოწოდების პირობით, მაგრამ დოკუმენტაცია საერთოდ არ იძებნება არავითარი. შესაბამისად, გვაქვს იმედი დღევანდელი გამოძიების, ვჯერა რომ მთელი ეს გამოძიება და გამოძიების პროცესი წარიმართება ობიექტურად, საქმეზე დადგინდება ჭეშმარიტება და ერთხელ და სამუდამოდ ქარხნის სხვა თუ არაფერი გაკოტრებისთვის, ხელოვნურად გაკოტრებისთვის, სხვანაირად მომგებიან ქარხანას სრულად დაკომპლექტებულ 3 წლის განმავლობაში 73 მილიონ დოლარიან კრედიტორული დავალიანების მქონე ორგანიზაციას ვერ გადააქცევ, თუ ძალიან არ მოინდომე და წინასწარ განზრახულობა არ გვაქვს. არაფერი, ბოთხონა, არაფერი, უბრალოდ ინფორმაციის სახით გაწვით, რომ წარდგენილი გვაქვს განცხადება პროკურატურაში, გვჯერა ობიექტური გამოძიების. კი ბატონო. მოთხოვნა არ გვაქვს, ჯერა უბრალოდ პირდაპირ გამოძიების და ყველაფერი დარწმუნებული, კარგად წარიმართება. კი. ეგ არის ბოლო ტენდერი, მაგას მოგახსენე.
გენერალური დირექტორი გააკეთებს შემდგომ ბოლო ტენდერთან დაკავშირებით განცხადებას. აი კონკრეტულ ტენდერთან დაკავშირებით გააკეთებს გენერალური დირექტორი. კი ბატონო. როგორც მოგეხსენებათ, კი. როგორც მოგეხსენებათ 2012 წელს კონტრაქტი გაფორმდა, ტენდერი ჩატარდა საქართველოს რკინიგზაში და კონტრაქტი გაფორმდა ჩვენს კომპანიასთან. დღესდღეობით მიმდინარეობს ამ კონტრაქტის შესრულება და შუა ეტაპზე ვართ. იმ პერიოდში, როდესაც ბატონი კოკაგუნცაძე გამოვიდა ტელევიზიით და საჯაროდ ეს ინფორმაცია გააჟღერა, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ის არ იყო უბრალოდ ინფორმირებული და სწორედ მაგიტომ არ ჩავთვალეთ პასუხისგაცემა საჯაროდ, რადგან სწორედ მაგ პერიოდში რა ციფრებზეც ბატონი კოკა საუბრობდა, დაახლოებით 10-12 მილიონი ლარის საბუთები, ჩაბარებული ვაგონების საბუთები იდო რკინიგზაში. სწორედ მაგ დღეს ზუსტად. თუმცა ეს ყველაფერი გაირკვა, ამ ყველაფერში თვითონაც ჩაიხედა რკინიგზამ და დარწმუნდა იმაში, რომ ჩვენს მიერ შესრულებული ვაგონი, სამუშაო, ვაგონის სარემონტო სამუშაოები არის ხარისხიანი, მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტში საერთოდ არ იყო გაწერილი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მიღება ჩაბარების აქტში მონაწილეობის მიღება და ხელმოწერით დადასტურება, რომ მართლა სრულყოფილად არის შესრულებული სამუშაო, ჩვენ დავეთანხმეთ ამ ყველაფერს და ყველა ვაგონს ჩვენს ტექნიკურ სამსახურთან ერთად, რკინიგზის ტექნიკურ სამსახურთან ერთად იბარებს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. დღესდღეობით სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ სირგულით დატრიალდა, ვართ უმძიმე სიტუაციაში, რადგან მიმდინარე კონტრაქტის პირველი ტრანში სრულად გვაქვს დახურული, თუმცა ეს საბუთებით დასტურდება, თუმცა გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს რკინიგზის ხელმძღვანელობა დღევანდელი კიდე გადამოწმების პროცესია, რადგან ჩაიხუროს პირველი ტრანში, რაც გადმორიცხულია ჩვენს მიმართ. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ ვალდებულებას რკინიგზის მიმართ, რაც აღებული გვაქვს და მეცაც ვიტყვი, წლის ბოლომდეა კონტრაქტის ვადები, წლის ბოლომდე უნდა შესრულდეს ეს სამუშაოები, ჩვენ დაახლოებით თუ ხელი შემშლელი პირობები არ გვექნა, სადღაც სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის შუა რიცხვებში კონტრაქტი სრულად გვექნება დახურული. ოღონდ არ უნდა გქონდეს ხელი შემშლელი პირობები. ხელი შემშლელ პირობებში ვგულისხმობ იმას, რომ დღესდღეობით ჩვენს კომპანიას ინკასო ადევს შემოსავლების სამსახურის მიერ, ვინაიდან გვაქვს დავალიანება დამატებითი ღირებულების გადასახადში, ეს თანხა სრულად რკინიგზისგან არის გადმოსარიცხი ჩვენთან და ჩვენ შემდეგ, რადგან კონტრაქტით ესე იყო გათვალისწინებული და ჩვენ შემდეგ უნდა გადავუხადოთ ბიუჯეტს. თუ ესე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, რთული იქნება კონტრაქტის შესრულება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გაირკვევა ყველაფერი, დაალაგდება ყველაფერი და ისევ იმ რეჟიმში ჩავდგებით, რაშიც ვიყავით დღევანდელ დღემდე. თუმცა მიუხედავად, უკაცრავად ეხლავე გაგცემთ პასუხს, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამ ფორს-მაჟორის სიტუაციისა და საგანგებო ვითარებაში მუშაობისა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, კომპანიას ერთი დღე არ შეუწყვეტია ფუნქციონირება, 3 სმენაში მუშაობა 24 საათის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად დროზე ადრე მოხდეს აღებული ვალდებულების ჩახურვა რკინიგზასთან. პროკურატურას რაც შეეხება ამ თემაზე არ მიგვიმართია პროკურატურისთვის, რადგან ვთვლით, რომ ეს არის სუფთა ბიუროკრატიული და გაურკვეველი სიტუაციის გამო გამოწვეული პრობლემები და იმედს გამოვხატავთ, რომ ეს აუცილებლად დარეგულირდება.
დღეს მდგომარეობით შემოსავლების სამსახურთან დაახლოებით 2 მილიონი ნახევარი ლარია დავალიანება, თუმცა რკინიგზასთან შესრულებული სამუშაოს მიხედვით რკინიგზას დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე მართებს ჩვენ. ეს არის დამატებითი ღირებულების გადასაღები და ახალი კონტრაქტის თანხები, რომელიც ეხლა დაიდო ახალი მენეჯმენტის დროს. ბატონო? ჩვენ დავაკეთებ ან კომპანიის მოკლე მიმოხილვასთან დაკავშირებით. კი, მოკლე მიმოხილვას ჰოლდინგისას ხავტო ნინო გააკეთებს, სხვა რამე კითხვა თუა ჩემთან. კარგი. გამარჯობათ, ნინო წილოსანი. მოიწ. გამარჯობათ, ნინო წილოსანი, სამთავრობო საბჭოს წევრი. მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ ვაგონების ტექნიკურ პირობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე მესმის ზოგადად საზოგადოება და თქვენ ჟურნალისტები, ანუ არ ახართ გათვითცნობიერებული თავად ვაგონმშენებლობაში. ვაგონს, რომელსაც ჩვენ ვაბარებთ რკინიგზას და ნებისმიერ დამკვეთს, რეგისტრირდება და მიღებულ არის არა მხოლოდ ამ დამკვეთის მიერ, რეგისტრირდება მთლიან SNG-ს სივრცის ბაზაში. გადაკვეთავს ყველა ქვეყნის საზღვარს და საზღვრის გადაკვეთის მომენტში ისინჯება მისი ტექნიკური მხარე. ჩვენს მიერ გარემონტებული ვაგონები, რომელიც მიეწოდა საქართველოს რკინიგზას, ამ ვაგონების მეშვეობით გადაზიდულ იქნა ათეულობით მილიონი ტონა ტვირთი და შემოსული არის ასეულობით მილიონი მიღებული აქვს ქვეყანას შემოსავალი და საქართველოს რკინიგზას. უბრალოდ აბსურდული და რაღაც კონკრეტული მიზნისაკენ მიმართული არის ჩვენი დადანაშაულება იმაში, თითქოს და ჩვენი გარემონტებული ვაგონები არ იყო ტექნიკურად გამართული. ანუ ყოფილი ხელისუფლების მაღალში მოსწრებს ჩვენ დადანაშაულება იმაში, რომ შეძლებულად იერიში მიიტანეს ვაგონის რეკომპენსაციის საქმე. როგორც ვარდების რევოლუციის შემდეგ მომხდარმა მოვლენებმა დაგვარწმუნეს და ამ პიროვნებამ შეძლო, რომ ელექტრომშენებლობითი ქარხნის ჭეშმარიტი ფლობელისათვის წაერთმია აქციების საკონტროლო პაკეტი. ანუ მსგავსად ვფიქრობთ, ციხეში აჩუქებინეს სახელმწიფოს. ერთი თვის შემდეგ კონკრეტული პირი ჩვენთვის ვინც არის, ეს არის ბატონი ავთანდილ საყვარელიძე. მის უკან და ვისი ძალისხმევით და ვისი მონაწილეობით შესრულდა ეს, ამას ფიზიკურად ვერ დავასახელებ და არა ვართ ამაში გარკვეულები. თავისთავად, ანუ ეხლა ცდილობს, რომ პირიქით გამოგვიყვანოს ჩვენ, მაგრამ იმ დოკუმენტაციას, რომელსაც გადმოგცემთ თქვენ, ყველა ჩვენს მიერ მოტანილ ფაქტზე მოტანილი გვაქვს დოკუმენტაცია, ამაში ყველაფერში გაერკვევით თქვენ და თხოვნა გვაქვს, რომ სანამ ამ პიროვნებაზე გააკეთებდეთ განცხადებას, რომ თითქოს ეს არის დაჩაგრული ბიზნესმენი და ვინმე წარმოაჩენდეს მას როგორც სასურველ ინვესტორად, თხოვთ გაეცანით ამ დოკუმენტაციას და თუ რომელიმეს შინაგანი სინდისის ხმა მოგიწოდებთ, რომ ეს პიროვნება წარმოაჩინოთ ესეთ სრულყოფილ ჭრილში, არ ვიცი, თქვენივე გადასაწყვეტია. იცით როგორი რაღაც არის, ჩვენს მიმართ აღზრული სისხლის სამართლის საქმე არის იმდენად აბსურდული, რომ ეჭვი გვაქვს, რომ ეხლანდელი ხელისუფლების სისხლის სამართლის დამცავები არიან შეცდომაში შეყვანილი და არ გამოვრიცხავთ, რომ თავად ამ პიროვნებამ შეიყვანა შეცდომაში, უბრალოდ ზუსტად ვიცით, რომ დღეს ის ვერ განახორციელებს თავის მძაკრულ გეგმებს და ვერ მოახერხებს ქარხნის ხელახლა წართმევას. პირი, რომელიც ლაპარაკობს, რომ ბადრი წილოსანმა მისგან იყიდა რაღაცა დატერორების ან წაართვა ეს ქარხანა, ეს არის პიროვნება, რომელმაც თავად წაართვა ბადრი წილოსანს ქარხანა. ანუ მე ვფიქრობ, რომ აქ ყველანაირი ლოგიკური მსჯელობა წყდება. ჩემმა კოლეგებმა ერთი წუთით
ქონება დაიბრუნა 73 მილიონი ვალის პირობებში. ქარხანა იყო გაკოტრების რეჟიმში. 3 მილიონ ლარად ზუსტ ციფრს ვერ ვასახელებ და აქ არის გადარიცხვები, ნაჩვენები. დაიბრუნა ქარხნის საკონტროლო პაკეტი და ეს პიროვნება, რომელმაც 28 მილიონი წაიღო სახლში და თავის ჯიბეში ჩაიდო, განახორციელა ინვესტიცია ნამდვილად თავის ჯიბეში, ეს მთელი პერიოდი ცხოვრობდა საზღვარგარეთ არხეინად. და ეხლა ახალი ხელმძღვანელობის ხელისუფლების მოსვლის პირობებში ცდილობს, რომ იგივე გეგმა განახორციელოს. ბოლო განცხადებას გავაკეთებ. ჩემო კოლეგებმა სრულად მიმოიხილეს ჩვენი ჰოლდინგის წინაშე დამდგარი პრობლემები. უბრალოდ კიდევ ერთხელ მინდა გაგაცნოთ ჩვენი კომპანია. ვაგონმშენებელთა ჰოლდინგი არის ერთადერთი საწარმო ამიერკავკასიაში, რომელიც ეწევა ახალ ვაგონმშენებლობას და რემონტს. ჩვენი კომპანიის მიერ ბიუჯეტში შენატანები ბოლო 5 წლის მანძილზე არის 60 მილიონი ლარი. ჩვენთან დასაქმებულია 2000-მდე ადამიანი. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის რკინიგზებს და სხვა კერძო კომპანიებს. ჩვენ ვართ კომპანია, სადაც იქნება საქართველოს და ქვეყნის დოვლათი. და მინდა ვთხოვო ყველა პოლიტიკოს, საზოგადოების წევრს, რკინიგზის ხელმძღვანელობას, რომ შეიკავონ თავი დაუსაბუთებელი პროვოკაციული განცხადებებისგან, რომელიც მიმართულია მხოლოდ კომპანიის საქმიანობის შეჩერებისაკენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშაოთ და ხელი შეუშალოთ ვიღაცის კერძო ინტერესებს, რომ კვლავ დაესაკუთროს ქარხანას. უკაცრავად და ერთი. კვირის ბოლოს გეგმავთ გავაკეთოთ რაღაც ღია კარის დღე. გვინდა რომ მოგიწვიოთ თქვენ ადამიანის უფლებათა დამცველები, ყველა ეს ადამიანები, რომ დაგათვალიერებინოთ, რას ვაკეთებთ, როგორ შენდება ვაგონი. კარგით.